საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადების გამო პოლიტიკოსების დაკავებებს აფასებენ მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს და აღნიშნულ საქმეში პოლიტიკური სარჩულის არსებობას აბსურდულად მიიჩნევენ. როდესაც პიროვნება მიუხედავად იმისა არის პოლიტიკოსი, არ არის პოლიტიკოსი და ასე შემდგომ თუ ჩაიგდენს სისხლის ამოცის დანაშაულს, ის პასუხს აგებს. მამუკა ხაზარაძის და დანარჩენების ქმედებებში სისხლის ამაღლებრივი დანაშაული ნიშნები არსებობს და თან ეს საჯაროდ მათ აქვთ აღიარებული, რომ ისინი არ გამოცხადდნენ კომისიაზე და შესაბამისად სისხლის ამაღლების კოდექსი ითვალისწინებს შესაბამის სასჯელს. სად არის აქ ან პოლიტიკური დევნა? პოლიტიკური დევნის განმარტებაც არის სამხალხოა. როცა გაკოტრებული ხარ პოლიტიკოსი, მერე აბრალებ ყველაფერს დედამიწაზე შენს წარუმატებლობას. განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების გამო არ არის ეს ხალხი დაჭერილი. ეს ხალხი დაჭერილია იმისთვის და დაკავებულია იმისთვის, რომ ჩაიდინა სისხლის ამაღლებრივი დანაშაული, რაც არის გათვალისწინებული სისხლის ამაღლების კოდექსით და რაც არის ასევე ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში. როდესაც არ ყო კანონს, პასუხისმგებლობაც უნდა ითისრო. ეს არის ოქროს წესი და მოცემულობა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. როდესაც იცი, რომ არსებობს კონკრეტული დანაწესი კანონში, კონსტიტუციაში, კონსტიტუციური ორგანო, დროებით საგამოძიებო კომისია, როდესაც გიბარებს და გეუბნება, რომ მობრძანდი პასუხი გაიგე საზოგადოებას კითხვებზე, შენ როდესაც თავს არიდებ ამ პასუხის გაცემას და არ მიდიხარ ამ კონსტიტუციურ ორგანოში, აუცილებლად მოგიწევს პასუხისმგებლობა. ეს ყველაფერი არის განსაზღვრული კანონში, წერია კანონში, ამიტომ ნებისმიერი აზრი, რომელიც ამ ყველაფრის საწინააღმდეგოა, წარმოადგენს პროვოკაციას, წარმოადგენს ინსინუაციას და ცდილობენ, რომ რაღაც ტყუილი სიმართლე გაასაღონ.